პირველ რიგში ძალიან დიდი ხანია ამ ჰესებთან დაკავშირებით მუშაობა მიდის მათ შორის მოსახლეობასთან. მე პირადადაც ვიყავი რაღაც ეტაპზე ჩართული ამ მოლაპარაკებებში და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველას ჰქონდა ინფორმაცია მშენებლობასთან დაკავშირებით, რაც აქ არის და იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირ საფრთხეს არც ეკოლოგიას, არც მოსახლეობისთვის ეს ჰესები არ წარმოადგენს. არის ეკოლოგიურად აბსოლუტურად უსაფრთხო ჰესები. შესაბამისად, რაღაც ეტაპზე, როცა მოლაპარაკებები პრაქტიკულად უკვე დამთავრებული იყო, გადაწყვეტა მშენებლობა და დარწმუნებული ვარ, ეს მშენებლობა გაგრძელდება. მე რამდენადაც ვიცი, ახლა მოლაპარაკება არის იმ ეტაპზე, რომ გაგრძელდება ერთი ჰესის მშენებლობა, რომელიც ხეობაში უფრო სიღრმეში არის, ხოლო მეორე, რომელიც სოფელთან უფრო ახლოს არის, იქ გაგრძელდება მოსახლეობასთან მოლაპარაკება, რომ იყოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება მკაფიოდ გამოყენებული. ეთანხმება ამას მოქალაქეები, იმიტომ რომ ადგილობრივი პანკისელები ამბობდნენ, რომ არც ის ჰესი არ უნდა აშენდეს. დღეს იყო ესეთი პოზიციები ჩვენ ვისმენდით დღეს ამ პოზიციებს. დათანხმდა ძირითადი ნაწილი. პანკისელებს როცა ვამბობთ, ესე თქმა არ შეიძლება არც პანკისელები რომ მოწინააღმდეგეებია, ან პანკისელები რომ მომხრეები არიან, იმიტომ რომ როგორც ყველგან სხვაგან აქაც არიან ადამიანები, რომლებიც ეთანხმებიან და რომლებიც არიან წინააღმდეგი. მცირე ნაწილი თუმცა. მცირე ნაწილი არის წინააღმდეგი, აბსოლუტური უმრავლესობა თან ჩვენ მქონდა მოლაპარაკება და ისინი კარგად ხედავენ იმ სიკეთეებს, რაც ენერგეტიკის განვითარებას მოაქვს ქვეყნისთვის და კონკრეტულად ხეობისთვის და ამ ხეობაში მაცხოვრებელი თითოეული ადამიანისთვის, ასე რომ თვითონ ესე ფორმულირება, რომ პანკისელები ან წინააღმდეგი არიან, ან მომხრეები არიან, არ არის სწორი. იგივეა, რაც ხდება საქართველოს ნებისმიერ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს კომუნიკაცია არ იყო საკმარისი და უფრო მეტად შეიძლებოდა ამაზე საუბარი? რადიკალური ზონები ისინი საუბრობენ, რომ რეალურად საფრთხეს შეიცავს გეოლოგიურად ამ ჰესის მშენებლობა. კომუნიკაცია იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიდის ამ ჰესებზე მუშაობა და 2017 წლიდან მოყოლებული პრაქტიკულად კი არ ყოფილა, როცა ეს კომუნიკაცია არ ხდებოდა და მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან ზუსტი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, თუ რა სიკეთეები მოაქვს ამ ჰესებს. ისევე როგორც მოწინააღმდეგეებსაც აქვთ ინფორმაცია, თუმცა არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის მიაჩნია, რომ თქვა შევინარჩუნოთ ბუნება იმ სახით, როგორც არის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს თქვა გავანმავითაროთ ენერგეტიკა და ამაზრსაც აქვს თქმა უნდა რადიკალური ზომები რაც ეს როგორც გავითარდა მოვლენები ალბათ თვალსაჩინო რამდენი მისაღები იყო თქვენთვის ძალიან ბევრი ადგილობრივი არის დაშავებული მათ შორის სამართალდამცველები თუმცა ადგილობრივის რაოდენობა გაცილებით მეტია დაშავებული პროტესტის ფორმებს აქვს ყოველთვის თავისი ლეგიტიმური ჩარჩოები და ეს ჩარჩოები არ უნდა გასცდეს იმ ლეგიტიმურ ჩარჩოებს ძალადობა არის დაუშვებელი განსაკუთრებით პოლიციის წინააღმდეგ. მოქალაქეების წინააღმდეგ სასაშვებია და მოიჟინა. წამოდით ასე. თუ ყავს არ ვიცი. მიკროფონი. მზადრო ნებისმიერ კითხვას პროფესიული პასუხი გაიცეს. შო თქვენ ჩაერთვით მოლაპარაკებაში? მე უშუალოდ ვიცი თქვენ რამდენიმე დღეს წინ გავხდით ხეობაში, მაშინ არ შევპირდი მოსახლეობას, რომ ასეთი შეხვედრისთვის უშუალოდ მესადად ჩავერთვები ვარ მზად, მათ შორის კაბინეტის რეჟიმში, სადაც სპეციალისტები დასწრებიან და თუ ხეობის მოსახლეობას სურს, რომ მათ თავიანთი მხრიდან მოიწვიონ ადამიანები, რომელსაც მეტი კვალიფიკაცია გააჩნია და თვითონ ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩვენ ასეთ ყველა ადამიანთან მზად ვართ რომ ვისაუბროთ ასე, ისე რომ ყველანაირად ჩვენი მხრიდან იყო მზადყოფნა საუბრის, ეს მზადყოფნა ახლაც დაფიქსირებულია და მოსახლეობა ამის შესახებ იცდება. ბატონო, აქამდე როგორ მივიდა საქმე? აქამდე რაც აი აქამდე რაც დღეს ხეობაში როგორ მივიდა საქმე? თქვენი უწყება არის ის, რომელიც არის პასუხისმგებელი ამ ნებართვების გაცემაზე ჰესების შემოგვიმაზე. აქამდე მივიდა საქმე, რა ვერ გავიგე ახლა. რა მთელი დღის განმავლობაში აღვნიშნებს მომენტებს როგორ მიმდინარეობს. ამაზე არაერთი კომენტარი გაკეთდა მათ შორის ჩემი კოლეგის მიერ შინაგან. მაგრამ ბატონო, რო შევაფასოთ ეს მოვლენები, როგორც არაერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს მოლაპარაკება მათ შორის ექსპერტების ჩართულობით. ამაზე უკვე გავაკეთეთ. ბატონო, ჩვენ არ ყოფილვართ და იქნებ ტელეკომპანია იმეთანაც შეაფასოთ ის მოვლენები, რომელიც განვითარდა დღეს აქ. მოვლენებთან დაკავშირებით იცით რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა ამაზე განცხადება, ახლა აქ ცალსახაა, ორმნიშვნელოვანი ვერ იქნება შეფასება, ეს არის ერთმნიშვნელოვანი რომ ფორმიან ადამიანებზე, სამართალდამცველებზე ხელი საამართლო ეს მიუღებელი და შეუძლებელია, თუმცა მოქალაქეებიც არიან ბატონო და შავ. ბუნებრივია და ამ შემთხვევაში თუ ვინმეს გადასტურმა ამაზეც პასუხი მოეთხოვება და ამას გამოიძიებს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო. რაც შეეხება უშუალოდ დაგეგმილ პროექტებს, იცით რომ ხეობაში რამდენიმე ჰესზე იყო ნებართვა გაცემული.
და კომპანია გააგრძელებს მუშაობას იმ პროექტებზე, სადაც არ არსებობს კითხვები, რაც შეეხება უშუალოდ სამპურისწყალი ჰესი? ზემოთ იმასაც ანუ სოფელთან რომელიც ახსოვს არის ეს ჰესი არ შედება ბატონო ლევან რომ ლევან მოსახლეობა ამბობს რომ ერთი წამი გამგვიმარტეთ რომელი ჰესია შედება რომელი არა სოფელში ხესთან დაკავშირებით პროექტს ანუ რამაზეც იყო ძირითადი პროტესტი ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ რომ ნებისმიერ რეჟიმში ჩვენ უნდა განვიხილავთ ამისთვის მზად არის სამინისტრო მათ შორის სამინისტროს რეჟიმში სამინისტროში კაბინეტში შეიძლება ხეობის მოსახლეობა თვითონ ჩამოვიდეს ჩვენ ამაზე რამდენიმე დღის წინაც გვქონდა საუბარი რომ ექსპერტების საჭიროება თუ იქნება როდესაც ხეობაში მოსახლეობა საუბრობდა მათ შეიძლება დამატებით სხვა ექსპერტების რომელთა მიმართ მათ ნდობა აქვთ ჩაერთონ ამ საკითხში ჩვენ ვართ მზად რომ შესაბამისი ექსპერტული პასუხები ამ სპეციალისტებმა მიიღონ ისე რომ ამაზე მოსახლეობასთან გაგრძელდება საუბარი იმისთვის რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს მომხმარე და ეს არის ერთ-ერთი შეთანხმება ბატონო ლევან აქამდე რატომ მივიდა საქმე თუ მოქალაქეებს ჰქონდათ ინფორმაცია რა შენდებოდა ასეთი იყო მინისტრების კომენტარები. მე შეგახსენებთ, რომ ლევან დავითაშვილის თქმით, თუ მოსახლეობას სურს, რომ სპეციალისტები იყვნენ, სხვა სპეციალისტებიც იყვნენ ჩართული ამ მოლაპარაკებებში, ეს შესაძლებელია და მოსახლეობას შეუძლია, რომ ექსპერტები მოიყვანონ ამ შეხვედრაზე. რაც შეეხება სოზარ სუბარის განცხადებას, მან თქვა, რომ ერთი ჰესის მშენებლობა გაგრძელდება, ეს არის სოფლისგან მოშორებით, ხოლო ის ჰესი, რომელიც სოფელთან ახლოს არის, ამ ჰესთან დაკავშირებით, კვლავ იქნება მოლაპარაკებები. განცხადება გააკეთა ასევე ირაკლი სესიაშვილმა, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ. ჩვენ შეგვიძლია ახლა მისი კომენტარი მოვისმინოთ. სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლება ვიცე-პრემიერის დონეზე გამოიყენეს ყველა კომუნიკაციის საშუალება მოსახლეობასთან იყო ამაზე საუბარი, მაგრამ უარგუმენტოდ იმაზე საუბარი რომ ჩვენ ეს არ გვინდა, ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ აქ არის სახელმწიფო ინტერესი. ჩვენ არ ვართ იმ პირობებში რომ უარი ვთქვათ ჩვენი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას. ეს ქვეყანა სჭირდება, მათ შორის ბანკი სჭირდება, იმიტომ რომ ამ ასე ვთქვათ ჰიდროელექტროსადგურის შემოსავლებით ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსდება. რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობას უსმენთ, ეს არ არის რომ ძალადობრივად ხორციელდება. აქ საუბარი არის 5 მეგავატიან წვანე პროექტზე, რომელსაც არანაირი ეკოლოგიური ზიანი არ მოაქვს და როგორც ვატყობ, არც არგუმენტები არსებობს. ამიტომ ბუნებრივია სახელმწიფო დაიცავს ქვეყნის ინტერესებს, მათ შორის იმ თანამოქალაქეების, რომლებიც იქ ცხოვრობენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ასევე ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის კომენტარი. ჰესი თავისი პირობებით, თავისი ასე ვთქვათ ბუნებაზე ზეგავლენით არანაირ საფრთხეს არავის არ უქმნის. ამიტომ თუ ვინმეს გონიერებისკენ უნდა ასე ვთქვათ მოწოდება, რა თქმა უნდა ყველას მოუწოდებთ და ეს არ არის არანაირი საფუძველი დაპირისპირებისა. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ შედგა შეთანხმება, შედგა ეს საუბარი, ჩვენ ყოველთვის ვართ ღია და მზად კითხვებზე პასუხის გასაცემად და მე დღეს სწორედ იმიტომ ვარ აქ ხეობაში და ხშირად ვარ აქ სხვათა შორის ბევრი საკითხია, ბევრი გეგმა არის. სულისკვეთება მთავრობის მთლიანად გახლავთ ის, რომ კიდევ მეტი განვითარების შესაძლებლობა გქონდეს ამ ხეობას, მისი პოტენციალი სრულად იქნეს ათვისებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ ყველა საკითხი გადაწყდეს მშვიდად. თუ კი დარჩა კითხვები, იმიტომ რომ ვიცი ნამდვილად, რომ არაერთი კონსულტაცია შედგა სხვადასხვა ჯგუფთან მოსახლეობის, თუ კი კიდევ დარჩა კითხვები, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია და მზაობა არის ამისა, რომ ამ კითხვებზეც გაეცეს პასუხები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საუბარი ერთ-ერთ საკითხზე ამ განვითარების გეგმიდან ჰესზე, რომელიც არის მცირე ჰესი თავისი მოცულობით, ეხლა მე ვერ შეგიფასებ ტექნიკურ პარამეტრებს და ვერც გარემოს დასკვნას გაგაცნობთ, მაგრამ ეს ყველაფერი არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ თუ ვინმეს აქვს კითხვა, ამაზეც მიიღოს ძალიან მყარი დასკვნები და ასე გადავდგათ ნაბიჯები. ყოველგვარი, ასე ვთქვათ, დაძაბულობა და რაიმე ტიპის, ასე ვთქვათ, ძალადობა ან გადათარგმნა ამ ყველაფრისა კიდევ უფრო მეტ დაძაბულებაში დაუშვებელია და ყველაფერი გაკეთდება ამისათვის. რამდენიმე დღის წინაც აქ იმყოფებოდნენ ძალიან მაღალ დონეზე თვითონ მინისტრები, რომლებმაც პირადად გააცნეს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც კიდევ ჰქონდა კითხვები, როგორც ჩანს შეიძლება კიდევ ვიღაცას ჰქონდეს, მაგრამ მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ ამ კითხვებს პასუხები გასცემოდა. ჩემი ინტერესი, რა თქმა უნდა, და ჩვენი მთლიანად ყველას ინტერესი ის გახლავთ, რომ კიდევ ერთხელ ყველა ნაბიჯი იყოს გადადგმული, ისე რომ მაქსიმალურად იყოს გათვითცნობიერებული. არც ერთი ნაბიჯი არ იდგმევა, არც წარსულში და არც მომავალში მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ.